Hi. Gordon till Samsung? Ja, super. Das ოდნავ ქარი არის. ავაწყოთ ჩვენი ჯოხი. გინა არ გინა, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ხანია იუთუბერი ვარ, მაინც რაღაცნაირად აი ხალხში იმენა გადაღების თემა მაგრად მიტყდა. ზედმეტად მოტივირებული ვარ, იმიტომ რომ უნდა გავტესტო. ახალი სილიკონები, აი ესეთი სილიკონები მაქვს. გამოვიწერე. ძირითადად ეს ფერი იმუშავებს სავარაუდოდ. საერთოდ ჩემს კარაბინებზე ხოლმე ვიყენებ ხოლმე ეგრეთ წოდებულ სვიველს, ასე ზევიდან აქვს კიდე დამატებით პატარა რგოლი ხოლმე, რომელიც ცალკე ტრიალებს, რა ასე თქვა და ანუ ცოტა არა შეუძლია თავისუფლად იტრიალოს. ძმაკაცებიდან ცოდნეებს ყველა მეუბნებიან რომ მოაჭერი ეგ სვიველი თევზს დააფრთხობს და ასე შემდეგ. რამდენად მითი არის არ ვიცი, მაგრამ მოდი გადავაბათ ისე როგორც გვეუბნებიან ამას პროფესიონალები. მზად ვართ. აი ესე. ფოთაშორის დიდი ზომის სილიკონი იყო და გადავჭერით ცოტათი. ჯოხი 1-დან 7 გრამამდე არის, ვინც არ იცით. ფევერტის ბლუბერდი 2500-იანი კოჭა 1 გრამიანი წონა, პატარა სილიკონი, ამისი ჯა. ვა. ვერდოსი. ო, ისე. Интересный блюз. Ora კარგად იბრძოლა და იმასაკენი. ესეც დღევანდელი დღის პირველი. მე კაი ზომის ქორჭილა დავსვით. არ გადავა. ამას გავუშვებ მე. ძაბძანდით. მიდი. ჩვენიერი დღევანდელი დღის პირველი. კაი ზომისა იყო, კარგად იბრძოლა, გაასწრა. გამომაფხიზლა ცოტა. აბა, ერთი. იპატე. იზა პატარა. ძალიან პატარა. ძალიან პატარა. აქ ისე, просто არ იბძვის. დიდად. ეს ვანტა კაი, ხო. გადასული ვარ ესეთ სილიკონზე ახლა. ნახოთ რა სიზავს. რავი, ჩავაგდე თუ არა ეგრევე აიღო, მოეწონა ძალიან მეგონა. Video. ეს კაი ზომის უნდა იყოს უკვე. Okay. შეიძლება ქარი ყლაპიაც იყოს. შენი დედა. იარ. ქორჭილა ხელატო. უფ. არა მიკანკალა ხელი. კაი ზომისა მეგონა. მგონი კაი ზომისა. სხვაგან აქვს გამოდებული ან არ ვიცი რა ხდებოდა. Oh, tu sono da scamodo. Hi. Den skal jeg slippe. Ja, det er sånn sportfiske det. Altså ikke for å.
man fiskar. Vad säger du? Är det lätt att få fiskar? Det varierar lite. Det är inte sån lätt, men några dagar det är sån som nu. Okay. Att det är faktiskt en ganska god aktivitet. Och andra dagar så är det inte så gott. Ska pröva ta det nytt. Lycka till. Tack ska du ha. Ha en fin dag. Operativt show där. Det ska jag göra. კარგად იბრძოლა. აი გავუშვათ ახლა. ნორვეგიელებმა, რა კაი ისა გაქვს, რა ქვია. საუზმეო. მეთქი რა საუზმე, ბლე. ეს ნა გავუშვა. Hej. Vad slags fiskar Det är abborre. Abborre? Ja. Och de kan... Vill du känna på? Piggefisk. Nej, det vill inte jag. Ja, pass. Oj. Ez იმენა თავგადასავლებით ახსოვს დღე არის. ბავშვებმაც გატესტეს თევზი. სამსახურში პედაგოგი, აქაც პედაგოგი, მეთევზეც პედაგოგი. ნორმალია. Готово. ესეც გადავედი და ისევ გააქტიურდა ცოტათი თევზი. წერან სტაფილოსფერი მეყენა და. ეს კაია. კარგად გაკაჩა. Идея, მაგრამ ნორმალური ზომა. გამიქცა. იგი. ესე იგი, არ ვიცი ეს იყო თუ ვინ იყო, მაგრამ იმენა უტევდა მთელი გზა წეღან იმენა 7 ჩარტყმა მქონდა გამოკრებით. მაინც ვერაფერი. ბოლოს ეს გაიჩნდა. ეხა შევიცვლად ცოტა იქით წავალ, იმიტომ რომ აქეთკენ საერთოდ არ არის ჩარტყმები და იქითკენ რო ვაგდებ, ეგრევე ბრაგაბროგი გაუდის. Опа. Идея. ეს კაი ზომა. ეს კაი ზომა. არ გაიძროს ახლა. ცოტა კიდე მოიღალოს. ქვის უკან მუშედიხარ. ეს ამოყანა რთული იქნება. შოდან ბადეკი მაქვს. Aia. Hej, tack. Abborre. Ja. خیلی داویچت. خیلی داویچیت. تی صورتی مینده. سیا. جابزن کتبت. Okay. Хорошо. Это делаю.
ჩავაგდე თუ არა ეგრევე. არ გადავა. პატარა ქარყალაბი ყოფილა. სპერო. შევახერო. პატარა ქარყალაბია. ეგრეთ წოდებული შნუროკი. ისეთი პატარებია შნუროქს ეძახიან. ამ სილიკონს იმენა თევზი ყლაპავს ეგრევე, რა ვიცი, ან ძალიან მოსწონთ, ან არ ვიცი. ესეთი პატარა. ესეც დავსვი, ესეთი პატარები მაქვს. ინტერესისთვის დავაგე და დაჭდა. ასევე ძალიან დიდი მადლობა რომ ესე პოზიტიურად ახართ განწყობილი ასეთი ტიპის ვიდეოებზე. მართალია ხა ისეთი კონტენტი არის რომ საერთოდ ამას დიდად ნახველი არ აყავს ხოლმე. მე გინდა არ გინდა მაინც მოვდივარ და ვთევზავ, ხვაზე ხარ. ასევე იცი მოგეხსენებათ რომ თევზებს უშვებ ძირითადად, იმიტომ რომ სადვათრიო ხვაზე ხარ, არ გამო იმდენს დავდივარ აქა. დღეში ერთი 15-16,000 ნაბიჯი გამომდის და თან ვერ ვათრევ ვერანაირად ამ თევზს. რაც შეეხება თევზაობას და ვისაც მუღამი გაქვთ მაგისი, პირველი რჩევა რასაც მოგცემდით არის ის რომ მიიღეთ რაც შეიძლება მეტი გამოცდილება. ანუ ვიდეოების ყურება კარგი არის და რაღაცა, მაგრამ ყველაზე მეც სწავლობ, როდესაც მიდიხარ და თევზაობ, ასე ვთქვა. ასე რომ ყველაზე კარგი მასწავლებელი არც ვიდეო ტუტორიალები არის, არც არაფერი, პირდაპირ უბრალოდ გადით და დაიწყეთ თევზაობა. მე 1000-ობით ვიდეო მაქვს ნანახე, მაგრამ სანამ მე თვითონ არ გავტესტე, სანამ მე თვითონ არ შევიგზენი რა და როგორ და რა მუშაობს და რა არ მუშაობს, მანამდე მაინც უბრალოდ თეორიის დონეზე მქონდა ის ვიდეოები, რაც ნანახი მქონდა და ვერ ვიყენებდი პრაქტიკაში, ასე ვთქვათ. ახლა მეც გამოცილი და რაღაცა კი არ ვარ, მაგრამ აი ამ წყალზე უკვე ვიცი რა ხდება, როგორ ხდება, რას ველოდო, როგორი ზომის სილიკონი დავაყენო და დღემდე ვცდილობ ხოლმე რომ გავტესტო რაღაცეები რა. მაგალითად, სადღაც გაზაფხულის დასაწყისისკენ დაინახეთ, რომ ძირითადად ყანყალებით ვთევზავდი, იმიტომ რომ თევზი წყლის ზედაპირზე აქტიურობდა და ძალიან აქტიური იყო თევზი, იმიტომ რომ ზამთრის მერე ძალიან მოშვიებული იყო. ეხლა რომ დათვა და რაღაცა თევზი ნელ-ნელა უფრო სიღრმისკენ წავიდა რაღაცნაირად, უფრო დაბლა არის, იმდენად არ ამოდის უკვე წყლის ზედაპირზე ხოლმე და შესაბამისად გადასულვარ ეგრეთ წოდებულ სილიკონებზე. რაც შეეხება წონებს, ჩემი საყვარელი დიაპაზონი არის, ასე ვთქვათ, გრამიდან 2 გრამამდე. მაგრად მაინტერესებს მარმიშინგიც, რომელიც არის აი 0.5 გრამი და კიდე უფრო დაბლა ხოლმე, მაგრამ სამაგისო ჯოხი არ მაქვს. რაც შეეხება გზას, ეხლა უკან ბრუნდები ნელ-ნელა, ნახევარი ტბა ამოვიარე, რაც დავიჭირე, ეხლა მინდა რომ იგივე გზა უკან ჩავიარო და რაღაც კონკრეტული ადგილები თუ რაიმე გამოჩა და ასე შემდეგ, გამოვტესტო სხვადასხვა სილიკონები. ზოგი მიწერთ რომ თემო არ დაიზარო გეხვეწები და რაღაცა, არ მეზარება. როდესაც დრო მაქვს და რაღაცა გამოვდივარ. მაგრამ გამოვდივარ უფრო იმის პონჩი რომ მალე აცივდება აქ ძალიან მაგრად. და თევზიც გაპასიურდება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე ვცდილობ რომ მაქსიმალურად მოვასწრო. და ახლო მომავალში ასევე სხვა ტბებსაც მოვივლი, იმიტომ რომ ყველაზე ახლოს და ყველაზე ესეთი თევზიანი ტბა ეს მაქვს, რაც მაქვს. ავიკიდო ისევ ჩემი გუდანაბადი და წავედით და დავაგრძელოთ თევზაობა სხვა ადგილებზე. რაც შეეხება ანკეს და ასე შემდეგ, გირჩევდით რომ თვითონ ჯოხში არ დაზოგოთ დიდად, თუ კოჭაში დაზოგავთ, კიდე ოკეი არის, მაგრამ ჯოხი ძალიან მნიშვნელოვანი არის. ანუ თქვენთვის თავარი იქნებოდა ის რომ გაიგოთ არის თუ არა თევზი, არის თუ არა ჩარტყმები და ასე შემდეგ და ეს ყველაფერი რომ დაამოღამოთ რა. და მე კოჭას შეგიძლიათ მომავალში გააკეთოთ აპგრეიდი. ახლა მე ვთევზავ ესეთი სილიკონით, დადებული არის 8 ზომა ნემსკავი, გრამნახევრიანი ტვირთი და რა თქმა უნდა აქვე გვაქვს ეგრეთ წოდებული კარაბინიც. თვითონ კოჭა 2500-იანი არის და აი ამ ზომის თევზებს ძალიან კარგად ერევა და საკმარისი არის, all-rounderi არის. მე ძირითადად ქართულ ვიდეოებს უყურებდი და რაღაცა და იქიდან ვღებულობდი რჩევებს და ასე შემდეგ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ გაიგოთ თქვენთან ლოკალურად რა ხდება, ასე ვთქვათ, წყალში რა. რა მოსწონს იქაურ თევზს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რაც საქართველოში მირჩიეს რომ აი ეს სილიკონი კარგი არის და რაღაცა, კარგი არის ის ქართული წყლებისთვის და საქართველოს წყლებისთვის. აქ ცოტა სხვანაირი ვარიანტი გაიჩნდა რა. ეხლა იასამნისფერი ან ღია სტაფილოსფერი ის რო ჩავაგდო სილიკონი, თევზს იმენა არ მოსწონს რა. მოსწონს აი ესეთი ნატურალური ფერი, ან მწვანე ფერი, ეგრეთ წოდებული motor oils რო ეძახიან. ეგეთი ფერი სილიკონები მოსწონს აქ თევზს. ხასხასა იასამნისფერი, ვარდისფერი, წითელი, ხასხასა მწვანე და რაღაცა დიდად არ მოსწონს. ყოველ შემთხვევაში ყველაზე მეტი თევზი აი ესეთი ფერის შეფერილობის სატყუარაზე მაქვს დაჭერილი, ასე ვთქვათ.
ესე და ამგვარად. ძალიან საინტერესოდ დავიჭირე. მომყავდა, გამომქონდა და უცბად მოვიდა ჩილზე, თითქოს არც არაფერიო, გადაყლაპა და წაიღო თავის ჭკუაში. სად მიგაგდო? ჩემი ძელი გონია. მოგვიწევს ამასთან ოპერაციის ჩატარება. ესეთ თევზი დავიჭირეთ. ნუ გიждები ხოლმე. ვიცი რომ ეს მუშაობს, ვიყენებ ამას. Easy peasy lemon squeezy. ძალიან გამიხარდა. ძალიან კარგად იბრძოლა თევზმა. ეს კარგია. კარგად იკაჩება. kus უკანარა. ის უკანარა შოხი. აუტოდის ქვეშ შეძრო. გადაილი. გაიზომა. მომიწევს მე საჩუქით ჩასვლა. ვურთხიელი. ასე შემდეგ. გადაეული თევზია. აი ეს მევასება რა, რომ დიდხანს რო გიზის თევზი. აი ხედეთ გარშემო რა ხდება. ვინმე ხო არ არის მოდებული. ხეს არ წამოვედოთ. ასე. აბა. ესეც მეორე თევზი. ამასაც გადაყლაპული აქვს. აი. ახლა რა არის კიდე ვიცით? აი მაგალითად დღეს ხო მოვედი რაღაც კონკრეტული მოლოდინით, ხო? მოვედი რაღაც ახალი სილიკონებით და უცბად აი პირველად რა, ამდენი ხნის განმავლობაში თევზი მთლიანად ყლაპავს სილიკონს. არ ვიცი რატო, ან ძალიან შია, ან რა ხდება, მაგრამ კაი ზომის თევზებს ვიჭერთ. უბრალოდ აი თევზებს, ანუ ძირითადად სილიკონს მთლიანად ყლაპავს. და მერე საჩალიჩვა ხოლმე ამოღება რა. დავსვით. დავწუხართ ქარი ამოვარო, მეგონი იმასაც აპირებს. გაიძრო. გაიძრო. აი ესეთია ნორვეგია. მომენტში იმენა აი არ საიდან, უცბად ქარი და შავი ღრუბელი ველად. იმენა არ შეგარგებს. ნახოთ, კიდე რამდენი ხანი გავგხაჩა. მოკლედ, გაწვიმდა და ცოტა ეტყიან ადგილსაც შემოვაფარე თავი ცოტა ხნით. რა ვიცი, დავამთავრეთ თევზაობას, რა ვიცი, ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით. კარგი აქტიურობა იყო. დიდად არ მიგრძნია ის, რომ ანუ დილის აქტიურობა, შუადღის აქტიურობა, ანუ სტაბილურად აქტიური იყო თევზი და ძალიან სასიამოვნო არის. ზუსტად ჯამში რამდენი დავიჭირე, არ ვიცი, მაგრამ იმედია რომ საინტერესო ვიდეო გამოვა. ეხლა წავედი სახლში, დავისვენო კარგად, კვირა დღე არის და ხვალე სამსახური მაქვს. მომავალში ვეცდები რომ სხვა ტბებიც შემოვიარო. და შესაბამისად ვეცდები რომ რამენაერად ეს კონტენტი გეიმინგითაც დავაბალანსო. თქვენთან იყო თემურ გვარდზე, აბა ჰე, აბა ჰო, მოვალ შეხვედრამ და ბეჩაბის და ბეჩაბა ჩემ მონტი ბეჩაბო, არ დაგავიწყდეთ. კარგად.